ჩვენ ვისაუბრებთ სამურზაყანოს ფლობელ შარვაშიძეებს და პრინციპი თუ რატომ შევარჩიეთ ეს თემა, ეს საკითხი გამომდინარეობს იმ ისტორიული პოლემიკიდან, რაც ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებს შორის მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და გავარკვიოთ, ვინ იყვნენ სამურზაყანოს ფლობელი შარვაშიძეები, როგორც ეთნიკურად, ასევე პოლიტიკურად. რამე თუ ამ საკითხზე ნათლის მოფენას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად სამურზაყანოს ისტორიასთან დაკავშირებით ჭეშმარიტი ობიექტური სურათის დადგენის მხრივ. აი ამ გალერეაში ჩვენ შევარჩიეთ სულ რამოდენიმე პიროვნება, ეს არის ყვაპუ შარვაშიძე, პირველი მფლობელი სამურზაყანოსი, შემდგომ მისი შვილი მურზაყანი, რომლის სახელიდანაც საერთოდ მომდინარეობს ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის სახელწოდება, ხრესილის გმირი ხუტუნია შარვაშიძე და აგრეთვე ლევან შარვაშიძე და მანუჩარ შარვაშიძე. ხუთივე ამ პიროვნებას თავისი როლი აქვს ისტორიაში და ზოგიერთ შეიძლება მეტნაკლებად ცნობილია, ზოგიერთი საამაყოც კი არის ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც და შევეცდებით აი ამ გადაცემაში წარმოვაჩინოთ ეს ხუთივე პიროვნება მათი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. Როგორც თქვი, სამურზაყანოს პირველი მფლობელი იყო ყვაპუ შარვაშიძე, რომელმაც ეს ტერიტორია მემკვიდრეობით მიიღო მამამისის სორეხ შარვაშიძისაგან. ყვაპუ შარვაშიძე ისტორიულ წყაროებში, განსაკუთრებით ლათინი მისიონერების რელაციებში ძალიან პირსისხლიან მმართველად არის გამოყვანილი ერთ-ერთ რელაციაში, რომელიც დაფიქსირებულია საისტორიო წყაროებში, ნათქვამია, რომ ყვაპუ შარვაშიძემ, რომელსაც ლათინი მისიონერები მოიხსენებენ ესეთი სახელით ყვაპო სარასია, ანუ შარაშია, აღნიშნულია, რომ ყვაპუმ 100 ბერძენი მღვდელი მოკლა. რა თქმა უნდა, ბერძენ მღვდელში ბუნებრივია იგულისხმება მართლმადიდებელი სამღვდელოება და არაეთნიკურად ბერძენი მღვდლები, ვინაიდან ბერძენი მღვდლები სამურზაყანოში იმ პერიოდში არ მოსახლეობდნენ და არც მოღვაწეობდნენ. შეიძლება გაბერილიცაა ეს მონაცემები, ბუნებრივია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყვაპუ შარვაშიძე ერთ-ერთი ფაქტორით ისტორიულ არენაზე სწორედ აი ამ ფაქტით შემოდის. მისი მოღვაწეობა იმთავითო უკავშირდებოდა ამ რეგიონიდან, ხალიძგა ენგურის შუამდინარეთიდან ქართველების აყრას, მათ ტყვედ გაყიდვას, ზოგიერთის ამოხოცვას და აქ მამამისთან ერთად ჯერ ეს პროცესი მამამისმა დაიწყო, სორეხ შარვაშიძემ, შემდგომ ეს ყვაპუმ გააგრძელა და აქ ჩრდილო კავკასიდან ან ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთიდან სხვა ტომის წარმოადგენლების აფხაზების და ჩერქეზების ჩამოსახლების პროცესს დაუდო. ამდენად ყვაპუს ეს ქმედება ზოგიერთი ისტორიკოს ათქმევინებს, რომ ყვაპუს მიზანი სწორედ ამ რეგიონის ქართველებისაგან განწმენდა იყო და შეუძლებელია ყვაპუ შარვაშიძე დავინახოთ ერთიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გარკვეულ დავას იწვევს და შეიძლება ჩვენი ოპონენტების მხარეს რაღაც გარკვეული სიმართლეც დავინახოთ ამ მხრივ, მაგრამ ყვაპუ შარვაშიძის ქმედება ჩვენი შეხედულებით ბევრად არ სცილდება იმ შინაფეოდალურ ბატალიებს, რაც იმ პერიოდში საქართველოს სხვა კუთხეში, მაგალითად დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეში, იმერეთსა და გურიას შორის, გურიასა და სამეგრელოს შორის, ოდიშსა და იმერეთს შორის მიმდინარეობდა. ჩვენი შეხედულებით ეს იყო ჩვეულებრივი შინაფეოდალური ბრძოლა. მართალია ამ შემთხვევაში რეგიონი გარკვეულწილად დაცარიელდა
ქართული მოსახლეობისაგან, მაგრამ ყვაპუ შარვაშიძეს არ ქონია სურვილი, რომ ეს რეგიონი, რომელიც მას ასე ვთქვათ მემკვიდრეობით ერგო, მოეწყვიტა ქართული სულიერი სივრცისაგან, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციისაგან. ის აქტიურ კონტაქტშია იმდროინდელ აფხაზეთის ორ კათალიკოსთან, ეს არის დავით ნემსაძე და გრიგოლ ლოტკიფანიძე. რა თქმა უნდა, აფხაზ კათალიკოსთა ანუ იგივე დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა იურისდიქცია უკვე აფხაზეთს ნაკლებად მოიცავდა. ჩვენ ვიცით, რომ მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან აფხაზ კათალიკოსთა რეზიდენცია ბიჭვინტიდან გადმოტანილია გელათში, მაგრამ აფხაზი ისტორიკოსები, ჩვენი აფხაზ კოლეგები ცდილობენ აფხაზეთის კათალიკოსები წარმოადგინონ როგორც მხოლოდ აფხაზთა ან მხოლოდ აფხაზეთის ასე ვთქვათ, სულიერ ლიდერება და წარმოაჩინონ იმდაგვარად, რომ თითქოს დასავლეთ საქართველოს სულიერად, ასე ვთქვათ, ეკლესიურად ემორჩილებოდა აფხაზეთი. რაც თქმა უნდა, ეს ისტორიულ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, ასეთი რამ არც ყოფილა. დასავლეთ საქართველოს კათალიკოსების იურისდიქციას წარმოადგენდა მთლიანად დასავლეთ საქართველო და ის რომ მათი რეზიდენცია ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა მოწოლის შედეგად ბიჭვინტიდან გელათში იქნა გადატანილი, მოსწმობს იმას თუ რომელი კუთხის შვილები იყვნენ, რომელი ერიშვილები იყვნენ აფხაზის კათალიკოსები და შემონახულია ფიცის წიგნი, ასე ვთქვათ, რომელიც ყვაპუ შარვაშიძემ ჯერ მის ძმასთან, ქერექიმ შარვაშიძესთან და შემდეგ ავთანდილ შარვაშიძესთან ერთად ჯერ მისცა დავით ნემსაძეს და შემდგომ მისცა კათალიკოს გრიგოლ ლოტკიფანიძეს. ეს დოკუმენტები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ ყვაპუ შარვაშიძე მიუხედავად იმისა, რომ ის ხელს უწყობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან მოწოლილი ხალხის, ასე ვთქვათ, დამკვიდრებას ხალიძგა ენგურის შუამდინარეთში, ის მაინც არ წყდებოდა ქართულ სულიერ სამყაროს და პირიქით ემორჩილებოდა და აღიარებდა კიდევაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს როგორც მის სულიერ მწყემს. და საინტერესოა ისიც, რომ როდესაც 1704 წელს ყვაპუ შარვაშიძემ რუხში გარდაიცვალა, წესი სწორედ მას დასავლეთ საქართველოს კათალიკოსმა გრიგოლ ლოტკიფანიძემ აუგო. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ყვაპუ შარვაშიძე აწყვეტს ურთიერთობას დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსთან, რჩება ამ ეკლესიის მრევლად და აქედან გამომდინარე ის რჩება ზოგადად ქართული, როგორც პოლიტიკური, ასევე სულიერი სამყაროს ცენტრად. აკადემიკოსმა დავით ბერძენიშვილმა ასეთი ამდაგვარი ვითარების გამოსახატავად შემოიტანა ესეთი ცნება პოლიტიკურ-კულტურული ქართველი. დიახ, ყვაპუ შარვაშიძე, მიუხედავად გარკვეული რაღაც პერიპეტიებისა, გარკვეული ასპექტებისა, მაინც არის პოლიტიკურ-კულტურული ქართველი. ანუ ის ამ სამყაროს წევრია, ის თავის თავს არ განიხილავს ამ სამყაროს მიღმა. და სწორედ ის, რომ მის უფრო შვილს ათანდელი ან იგივე ავთანდილი ქვია, სწორედ იმას მიანიშნებს, რომ იმ კულტურის შვილია, რომელმაც ვეფხისტყაოსანი შექმნა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ზაქარია ჭიჭინაძემ ერთ-ერთი სამურზაყანოელი შარვაშიძის ოჯახში აღმოაჩინა სიგელი, რომელსაც მან საისტორიო სიგელი უწოდა და სადაც მოცემულია სამურზაყანოს მფლობელ შარვაშიძეთა, ასე ვთქვათ, მოკლე ისტორია, თუ ვინ ფლობდა ამ კუთხეს, დასახელებულია პირველი მფლობელი ყვაპუ შარვაშიძე, შემდგომ მისი შვილი მურზაყან შარვაშიძე და შემდგომ უკვე ხუტუნიაც, ლევანიც. ხუტუნია და ლევან შარვაშიძეები, აგრეთვე მანუჩარ შარვაშიძე, ქართული საისტორიო წყაროებისათვის, მატიანებისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი. რაც შეეხება მურზაყან შარვაშიძეს, ამ მფლობელის შესახებ მხოლოდ აი ამ საისტორიო სიგელიდან ვიცით, ხოლო რაც შეეხება ყვაპუ შარვაშიძეს, შემორჩენილია როგორც აღნიშნე რამდენიმე სიგელი, რომელთაც ისინი, ასე ვთქვათ, მორჩილებას უცხადებდნენ კათალიკოსებს დავით ნემსაძესა და გრიგოლ ლოტკიფანიძეს. მურზაყან შარვაშიძის შესახებ ნათქვამია, რომ ყვაპუს გარდაცვალების შემდეგ
ტახტი დაიკავა მურზაყანმა და ამან აღაყვავილა მხარე ესე. აი სწორედ ესე წერია ამ საბუთში და მურზაყანი მამამისისაგან განსხვავებით ცდილობდა რეგიონში, ანუ იმ კუთხეში, რომელსაც ის ფლობდა და რომელსაც ის მართავდა, აღედგინა მშვიდობა. საამისოდ ის სამურზაყანოში კრძალავს ტყვეთას ყიდვას, რითაც მამამისი იყო დაკავებული აქ ძალიან აქტიურად და აბრუნებს დასავლეთ საქართველოს შიდა კუთხეებში მიგრირებულ ქართველებს. ისტორიოგრაფიაში დაუდგენელია მურზაყან შარვაშიძის მფლობელობის წლები, მაგრამ ჩვენს კვლევაში, რომელიც აი ამ ნაშრომშია გადმოცემული, მურზაყანის მფლობელობას ვადგენთ 1704 წლით, რადგან ეს დაამდვილებით ცნობილია, რომ სწორედ ამ წელს გარდაიცვალა ყვაპუ და მე-18 საუკუნის პირველი მესამედით, რადგან უკვე 1757 წელს საისტორიო წყაროებში ჩდება ხუტუნია შარვაშიძე. რატომ პირველი მესამედით? ისტორიკოსთა ნაწილი თანხმდებიან, რომ სავარაუდოდ მე-18 საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ჩდება ქორონიმის სამურზაყანო. რა თქმა უნდა, ქორონიმის სამურზაყანოს წარმოშობა უნდა უკავშირდებოდეს ალბათ სავარაუდოდ მურზაყანის გარდაცვალებას ან მისი მმართველობის უკანასკნელ წლებს. და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მურზაყან შარვაშიძეს ეს მხარე ეჭირა სწორედ 1704 წლიდან მე-18 საუკუნის 30-იან წლებამდე. მურზაყანის შემდგომ, როგორც ჩანს, ტახტზე ადის მისი შვილი ხუტუნია შარვაშიძე. ხუტუნია შარვაშიძის სახელი საისტორიო წყაროებში მხოლოდ ერთხელ წარმოჩნდა და ეს უკავშირდება ხრესილის ბრძოლას 1757 წლის ამ ცნობილ მოვლენას, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა იმერეთში ხრესელთან ბრძოლა გაუმართა ოსმალო დამპყრობლებს და ხუტუნია შარვაშიძის შესახებ ნათქვამია, რომ მან ცხარე ბრძოლაში 16 ოსმალო გაანადგურა და შემდგომ თავადაც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ანუ ხუტუნია შარვაშიძე აი ამ გალერეაში მურზაყანის შემდგომ უკვე პირველი ასე ნათლით მოსილი პიროვნება, რომელიც სწორედ საერთო ქართული საქმისათვის დაეცა ხრესილში თავი დადო საერთო ქართული საქმისათვის. სხვა რომ არაფერი იყოს სამურზაყანო შარვაშიძეებზე სალაპარაკო, თუნდაც ეს ფაქტიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენს აფხაზ კოლეგებს უჩვენოთ, რომ სამურზაყანო შარვაშიძეები არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რა ეროვნების იყვნენ აფხაზები თუ ქართველები, მთავარია ისინი იყვნენ პოლიტიკურად ქართველები, ქართული პოლიტიკური სივრცის წარმომადგენლები და სწორედ აი ამ სივრცეში მოიაზრებდნენ თავს. 1757 წელს ხუტუნიას გმირულად დაცემის შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი ლევან შარვაშიძე, რომელიც აი ამ გალერეაში გარკვეული ენერგიულობით გამოირჩევა. თუ კი მურზაყან შარვაშიძე და ხუტუნია შარვაშიძე ცდილობენ ოდიშის სამთავროსთან გარკვეულწილად მშვიდობიანი თანაარსებობა იქონიონ, ლევან შარვაშიძე მათგან განსხვავებით გაცილებით რაღაც ენერგიულობით გამოირჩევა და ის ცდილობს საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს დასავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით ეს აქტიურად ჩანს 1767-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როდესაც ის უკვე ფაქტობრივად ცდილობს გარკვეულწილად დამოუკიდებელი როლი ითამაშოს პოლიტიკურ პროცესებში. ის უკავშირდება დასავლეთ საქართველოში რუსული ჯარების მთავარსარდალს სუხოტინს და ცდილობს მიაღწიოს რუსეთის პროტექტორატს. რა თქმა უნდა, სუხოტინის გადასაწყვეტი არ იყო რუსეთის პროტექტორატის დაწესება ამა თუ იმ მხარეზე, მით უმეტეს სუხოტინს სავსებით ნათელი დავალება ჰქონდა ეკატერინე მეორესაგან მიღებული, რომ მას აგრეთვე მის წინამორბედს ტოტლებენს საქართველოს ფრონტზე ოსმალები მხოლოდ უნდა შეეკავებინათ და არანაირი პოლიტიკური დაპირება არ უნდა გაეცათ საქართველოსათვის. ლევან შარვაშიძე, რომელიც სხვათა შორის საინტერესოა, როდესაც ის სუხოტინთან მოლაპარაკებაზე მიდის და შემდეგ ეს მოლაპარაკება გარკვეულწილად ლევანისათვის უშედეგოდ დასრულდება,
ერთ-ერთ წყაროში აღნიშნული, რომ ლევან შარვაშიძის ბრძანებით თანხმლებმა სამურზაყანოელებმა რუსული არმიის მთელი თითქმის ყველა ცხენი გაიტაცეს და რუსული კავალერია ერთბაშად რუსულ ქვეით ჯარად აქციეს. ამის შემდეგ ლევან შარვაშიძე ძალიან აქტიურ პოლიტიკაში ებმევა და ის სამეგრელოს მთავართან ერთად ილაშქრებს სოხუმში, მოგეხსენებათ იმ პერიოდში ოსმალური გარნიზონი დგას, ეს სამხედრო კამპანია წარმატებით დასრულდება და ლევანი მოახერხებს ქალაქ სოხუმის დაკავებას. ამის შემდეგ ოსმალები მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და ის 20 ქესად თანხმდება, რომ ციხე, ანუ სოხუმის ციხე, ისევ ოსმალებს დაუბრუნოს. ქართველ ისტორიკოსთა ნაწილიც და აგრეთვე აფხაზი ისტორიკოსებიც ლევანის ამ ქმედებაში ღალატს ხედავენ და მართლაც ალბათ გარკვეულწილად ასეა, რადგან დაკავებული სოხუმი გარკვეული სასყიდლის საფასურად ლევანმა სრულიად უპრობლემოდ ისევ ოსმალებს დაუბრუნა. ამ ვითარებამ გარკვეულწილად ლევანის მიმართ უკმაყოფილება გაზარდა და ის შემდგომ თავს აფარებს ანაკლიის ციხეს, რომელიც ამ პერიოდშიც აგრეთვე ოსმალებს ეჭირათ. წყაროებში დაფიქსირებულია, რომ ლევანმა მიიღო ისლამი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს და ვფიქრობთ, რომ მართლაც ასე იყო, ლევანმა მართლა მიიღო ისლამი, რადგან სწორედ ლევანის მმართველობის დროს ბედია ეს საეპისკოპოსო ცენტრი წყვეტს არსებობას, იქ ბედიელი უკვე აღარ ზის და საერთოდ ღვთისმსახურება აღარ ტარდება ბედიის ტაძარში. ვიდრე 1812 წლამდე ბედია უმოქმედო რჩება და ლევანის მმართველობის პერიოდში გარკვეულწილად შეინიშნება სამურზაყანოში ისლამური ინფილტრაცია, ანუ გარკვეულწილად სამურზაყანოს რაღაც მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად ესენი არისტოკრატია, მათი მცირე ნაწილი ისლამს ღებულობს და ამით გარკვეულწილად ალბათ იმ კონიუნქტურაში ჯდებიან, რასაც ფეოდალის მენტალიტეტი წარმოადგენს. ლევან შარვაშიძესთან დაკავშირებით ცნობილია ერთი ბეჭედი, რომელიც აბესალომ ტუღუშმა აღმოაჩინა და ამ ბეჭედზე ქართული მხედრული წარწერაა დაფიქსირებული, შეიწყალილი უფალო შარვაშიძე ლევან. ამდენად ესეც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ლევან შარვაშიძეც მიუხედავად იმისა, რომ ის ტიპიური ფეოდალი იყო, ისიც აგრეთვე ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში მოიაზრებს თავის თავს და ისლამის მიღება განპირობებული ალბათ იმით იყო, რომ როდესაც ლევანმა გარკვეულწილად მეტად სახიფათო პოლიტიკური თამაში წარმოიწყო, მას მოუწია ერთის მხრივ დაპირისპირება როგორც ოდიშთან, ასევე აფხაზეთის სამთავროსთან და ისლამის მიღებით, მართალია აფხაზეთს მაშინ მუსლიმი მთავრები განაგებდნენ, ისლამის მიღებით თითქოს ლევანი შეეცადა მიეღო ოსმალეთის სულთნის გარკვეული მხარდაჭერა და გარკვეული პოლიტიკური იმუნიტეტი. ამდენად ისლამის მიღება ლევანისაგან ალბათ გარკვეულწილად ფორმალური აქტი იყო, რომელთაც ის ცდილობდა უზრუნველყო მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, უსაფრთხოება. მანუჩარ შარვაშიძე სამურზაყანოს მფლობელი იყო 1790-1812 წლებში და მანუჩარ შარვაშიძე, რა თქმა უნდა, არ აგრძელებს ბიძამისის ლევანის პოლიტიკას და მანუჩარ შარვაშიძე ცდილობს სამურზაყანო შემოუმტკიცოს ოდიშის სამთავროს, განავრცოს აი მხარეზე ენგურ ღალისგას შუამდინარეთს განავრცოს ოდიშის იურისდიქცია, ის აქტიურად მონაწილეობს ოდიშის ხელისუფლების ყველა პოლიტიკურ ინიციატივებში. 1805 წელს სამურზაყანოზე, როგორც ოდიშის ნაწილზე ვრცელდება რუსეთის პროტექტორატი, რუსეთის იურისდიქციის გავრცელება ამ ტერიტორიაზე დროში გაიჭიმა გარკვეული მიზეზების გამო. მიზეზები ის იყო, რომ
სამურზაყანოელთა ნაწილი არ იზიარებდა მანუჩარ შარვაშიძის ამ იდეას, ამ ინიციატივას, თუმცა ისტორიულმა პროცესებმა მანუჩარს გამარჯვება მისცა და მანუჩარის, ასე ვთქვათ, მტკიცე მხარდაჭერით სამურზაყანოზე სრულად გავრცელდა რუსეთის პროტექტორატი. მანუჩარ შარვაშიძესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი, რომელსაც ყურადღება ქართულ ისტორიოგრაფიაში სამწუხაროდ არ ექცეოდა. პირველად ეს ფაქტი შენიშნა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში პროფესორმა ხარიტონ ახვლედიანმა, თუმცა მან თავის კვლევაში ეს ფაქტი დაუჯერებლად მიიჩნია და შემდგომ კვლევებში ამ ფაქტზე, ასე ვთქვათ, ყურადღება არ მიუქცევია. ჩვენ როდესაც სამურზაყანოს ისტორიას ვიკვლევდით, პროფესორ ხარიტონ ახვლედიანისაგან დამოუკიდებლად შევამჩნიეთ ეს ფაქტი. საუბარია 1806-12 წლების ომის დროს ბათუმის დაბრუნებაზე. სამწუხაროდ მანუჩარის ეს იდეა იმხანად წარუმატებლად დასრულდა, რადგან არ იყო სათანადო არც ისტორიული, არც პოლიტიკური ვითარება ამ იდეის, ანუ ბათუმისა და ზოგადად აჭარის დასაბრუნებლად დედა სამშობლოსთან მე-19 საუკუნის 10-იან წლებში და ამ პროცესს უკვე კიდევ რამოდენიმე ათეული წელი დასჭირდა და ეს პროცესი საბოლოოდ უკვე 1878 წელს დასრულდა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მმართველი, მიუხედავად გარკვეული უარყოფითი ფერებისა მათ პოლიტიკურ პორტრეტში, ყველა მმართველი, მფლობელი, უბრალოდ სამურზაყანოსი, ესენი არიან პოლიტიკურ-კულტურული ქართველები. ისინი თავს მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და სულიერ სამყაროში მოიაზრებენ. არც ერთ მათგანს არ ქონია სურვილი ჩამოშორებოდა ამ სივრცეს. შესაბამისად, აფხაზი ისტორიკოსების მცდელობა წარმოაჩინონ სამურზაყანო წმინდა აფხაზურ წარმონაქმნად და წარმოაჩინონ სამურზაყანოს მფლობელი შარვაშიძეები იმ პოლიტიკოსებად, რომლებიც ცდილობდნენ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ, ასე ვთქვათ, საქართველოსაგან, რა თქმა უნდა, არანაირ ელემენტარულ კრიტიკასაც არ ოძლებს. ზოგადად ასეთია სამურზაყანოელ მფლობელ შარვაშიძეთა ისტორიული პორტრეტები.